ლაპარაკობს თბილისი. ეთერშია საქართველოს რადიო. ეს არის 1999 წლის გვიანი შემოდგომა, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება პრაქტიკულად სულს ღაფავს, ძალიან ცოტა ხანში იქნება არჩევნები. არის ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა კომუნისტებისთვის უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი აღზევება ეროვნული მოძრაობის და აი ოშხილს ზურაბს ბატონს ახალგაზრდას მაშინ მშვენიერ ენთუზიასტ ყმაწვილს ხვდები. იდეა, რომელიც ზურა მოიტანა, ესე ვთქვათ, და დაიწყო ამაზე ფიქრი, იყო ძალიან ახალი სხვათა შორის. როგორც უკვე აღნიშნე, ეს ნებისმიერი სიახლე გამოიწვევს ხოლმე რაღაცნაირ კრიტიკას და ამიტომ ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა რასაკვირველია. მე მახსოვს, რომ ძალიან ავიტაცე უთხარი, რომ სასწრაფოდ გეგმა მოიტანე და ეს გეგმა მე მოვახერხე, რომ შემეთანხმებინა ყველა იმ შიგჯიდა ინსტანციაში იმისთვის, რომ მას გახსნოდა. ეს მახსოვს და თან დიდი ენთუზიაზმი და სხვა შორის ძალიან ადვილად დავიცავი ამ იდეის სიკარგე, იმიტომ რომ ძალიან კარგი იდეა იყო. საღამომშვიდობისა. 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 როდესაც მახსოვს პირველად დავინახე კამერა, ვერც მივხვდი რა იყო. რაღაცა სამ ფეხზე შეყენებული დიდი ესეთი ოთხკუთხედი ყუთი და ერთი კი არ იყო, რამდენიმე იყო. და კიდევ პედესტალი, სადაც ვიდექით ბავშვები და მეცადინეობდით კამერასთან მუშაობაში. ჩვენ შემოგთავაზეს საყმაწვილო სტუდიას, რომ გაგვეკეთებინა რაღაცა პატარა გადაცემასავით, რომელიც მერმისის პროგრამაში ჩაჯდებოდა. გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია საყმაწვილო სატელევიზიო სტუდია. ჩვენ ვამზადებდით ყოველ კვირას, რამდენი იყო 11 სიუჟეტი კეთდებოდა. გამარჯობათ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბავშვებისათვის ყველაზე საყვარელ ადგილას. ეს არის დიახ, თბილისის სახელმწიფო ცირკი. ახლა ვნახოთ რა ხდება არენაზე. პასუხისმგებლობა იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში გავდიოდით მთელი საქართველოს მასშტაბით რაღაც. იმას აქ წარმოიდგინეთ, მიხოსო ტექსტი გიდევს წინ არა აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში ვერაფერს ვერ ხედავ და თუ ეს ამ ტექსტზე ნამუშევარი არ გაქვს ძალიან მაგრად შეიძლება ყველაფერი აგერიოს. საღამომშვიდობისა. მე ნინო სურგულაძე ვარ. საყმაწვილო სატელევიზიო სტუდიის კორესპონდენტი. ეს არის ადამიანების ერთობლიობა საყმაწვილო ტელევიზიას, სადაც სიყვარულით, ერთმანეთის პლუს ყველაფერთან ერთად და არა მხოლოდ საქმის, კეთდებოდა ძალიან კარგი საქმეები. თუ კი ოდესმე მექნებოდა შანსი, რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო, რა შევცვლით, ეს არის ერთადერთი, რასაც ხელს არანაირად არ მოვკიდებდი. როგორც მზისხები, ესე იყო დაახლოებით საყმაწვილო სატელევიზიო სტუდია. მაშინ, როცა არაფერი არ ხდებოდა არსად, იყო ესეთი კუნძული, სადაც ბავშვები სწავლობდნენ იმას, როგორ გამختارებდნენ კარგი ჟურნალისტები და კარგი ადამიანები. 1992 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და განათლების სამინისტროს შესაბამისი ლიცენზიით არასრული ზოგადი განათლების მქონე მოსწავლეებისთვის შეიქმნა პირველი ტელეპროფილური სამწლიანი სკოლა, რომელიც სრულ ზოგად განათლებასთან ერთად კურსდამთავრებულებს ანიჭებდა პროფესიულ კვალიფიკაციას ტელეჟურნალისტიკაში, საოპერატორო ხელოვნებასა და ტელერეჟისურაში. მოგვიანებით სკოლა ლიცეუმად, შემდეგ კი კოლეჯად გადაკეთდა. სტუდენტები და ბავშვები, რომლებიც მოდიოდნენ და აქაბარებდნენ, მათ თქვათ, აი, რასაც ასწავლიდნენ, იმას უკვე პრაქტიკულ განხორციელებას სთხოვდნენ. ამისთვის შესაბამისი ტექნიკა ჰქონდათ ყოველთვის. ესე ძალიან თვალსაჩინო იყო. ზურა ყოველთვის არჩევს ისეთ სპეციალისტებს, რომლებსაც უმაღლეს დონეზე შეუძლიათ დაგეხმარონ, მაქსიმალურად გაქციონ პროფესიონალად. ესეთი ადამიანებს არჩევს და
მთელი ამ 30 წლის განმავლობაში სულ ესეთი ადამიანები მოუყვებიან ამ კოლეჯს. ჩემ ყველაზე დიდ და წარმატებულ საქმიანობას სწორედ ლექტორობა მიმაჩნია ამ კოლეჯში. ბევრი ადამიანი, რომელიც იქ სწავლობდა, მომავალში ძალიან სერიოზული პროფესიონალი დადგა და ეს უკვე თვით ამ სასწავლებლის დამსახურება ბუნებრივია, ისე რომ თუ გადახედავთ ტელევიზიებს, მასმედიას, თქვენ ნახავთ აუღარებელ ადამიანს, რომელიც იქ სწავლობდა, იქ დაიწყო სწორედ თავისი პირველი, ასე ვთქვათ, ადრინდელი მოღვაწეობა. იყო განცდა, თითქოს მართლაც რჩეული და გამორჩეული იყავი, თუ კი მოხვდებოდი ამ სტუდიაში. საკმაოდ ესეთი შერჩევის პროცესი იყო საკმაოდ მკაცრი და ძალიან დიდ მიღწევად ითვლებოდა ეს თუ კი იმ დროს თინეიჯერი ამას მოახერხებდი. ვერ ვიხსენებ ვერაფერს ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიც იყო სტუდია ჩემს ცხოვრებაში. დღემდე მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებშიც მიმიღია განათლება, საქართველოშიც მოგვიანებით მივიღე კიდევ სხვა განათლება, ის რაც სტუდია მომცამე, სხვა არავის და არაფერს მოუწია. გარდა იმისა, რომ რაღაცა გემოვნება გეხვეწებოდა, რეალურად რაღაცა სხვა ეტაპზე გადადიოდი შენი ცხოვრებისა და ყალიბდებოდი რაღაც სხვანაირ ადამიანად. როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი და ამ სფეროს ექსპერტი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩვენ სივრცეში. სასწავლო სატელევიზიო ცენტრი. შემოქმედებისა და სატელევიზიო განათლების საუკეთესო სინთეზი. კარგი პარტნიორობა ჩამოყალიბდა თავიდანვე CDF-თან, ARD-სთან, ჩვენ გერმანულ პარტნიორებთან. იმ პერიოდში მე ხელმძღვანელობდი საგარეო ურთიერთობებს განათლების სამინისტროში და ეს იყო პირველი ნაბიჯები, რასაკვირველია, დამოუკიდებელ საქართველოს საგარეო ურთიერთობები განათლების სფეროში ნაკლებად ქონდა მოიხსენებათ. და ამდენად ვამყარებდით ამ კონტაქტებს, კარგად მახსოვს, რომ პირველი ნაბიჯები ეს იყო ბად გოდესბერგის სკოლა გერმანიაში, პოზდამში, სადაც მოხდა დაკავშირება. პირველი სტუდენტის იყო ზაზა რუსაძე, სხვათა შორის, რომელსაც დაამთავრა შემდეგ ეს სკოლა, კინოხელოვნების აკადემია. ამის შემდეგ იყო ბევრი კონტაქტი ამერიკელ თანატოლებთან, ეს იყო ჯორმანტაუნის სკოლა, მე მქონდა ვისკონსინის შტატში ძალიან საინტერესო გასვლითი პროგრამა საუს მილვოკისთან. ანუ ბევრი რაღაც მოხდა ცენტრის და კოლეჯის ცხოვრებაში, რამაც მისცა საშუალება, რომ უფრო მაღალ დონეზე აეტანათ თავისი სწავლების დონეს, ხარისხიც. Bonjour. გამარჯობათ. ეთერშია საყმაწვილო ტელევიზია გენტიდან. მაისის თვეში ჩვენი გადამღები ჯგუფი ორი კაცის შემადგენლობით საქმიანი ვიზიტით ვესტუმრეთ დანიას. და აი ჩვენ ამერიკაში ვართ. ჩვენი სასწავლებლის პოპულარობიდან გამომდინარე თითქმის ყოველწლიურად 5-ზე მეტი ასე ვთქვათ მიწვევა იყო სხვადასხვა პროექტებში. არასოდეს არ დამოუწდება პირველივე სატელევიზიო ფესტივალზე მანა, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი 1994 წელს პირველივე მანაზე იყვნენ ერთ-ერთი ნომინანტები რამდენიმე ნომინაციაში, ანუ სწორედ საბავშვო საყმაწვილო სტუდია. იმდენად გამოკვეთილი იყო მათი ხელწერა, იმდენად პროფესიონალები იყვნენ ეს ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ის რომ პრაქტიკა იყო, ცოცხალი ეთერი იყო, გადაცემები იყო, რომელიც მართლა 13 წელიწადი იყო უწყვეტ რეჟიმში, და ბევრი გადაცემისთვის ალბათ არის, რა ვიცი, რეკორდი ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით და
არაერთი საკმაწყვილო სატელევიზიო სტუდია დამთავრებული ახალგაზრდა მიმი ღია მაშინ როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიას ხელმძღვანელობდი. დღემდე ისე მე ამაყება რომ თუ ვინმე გაიგონებს რომ ოშხნელის კოლეჯიდან არის ესა თუ ის ადამიანი, ანუ ტელემედია ხელოვნების კოლეჯიდან არის ესა თუ ის ადამიანი, სიამოვნებით იღებს სამსახურში. ამ კოლეჯს აქვს ძალიან კარგი სტატუსი. და ძალიან ბევრი კურსი დამთავრებული ყავს. შესაბამისად, როცა მიდიხარ რომელიმე ტელევიზიაში სამუშაოდ და იგებენ რომ შენ ამ კოლეჯში სწავლობდი, ეს ნიშნავს რომ მათ აქვს შენი ნდობა. შესაბამისად, შენ რესურსი რომ მათი ნდობა გაამართლო და ეს ძალიან კარგი ორი ტანდები არის, როდესაც საქმე შემდეგ ძალიან კარგად გამოდის და თან უფრო მეტად გაქვს იმის საშუალება რომ არ დაუშვა შეცდომები. კოლეჯმა განაპირობა ის რომ ეს სტაჟიორობაც კი არ მომიწია. როცა კოლეჯი დავამთავრეთ, იმდენად წამოვიდა შემოთავაზებები პროფესიულ, რომ მე თვითონ ვიყავი გაკურებული, რომ მეთქი ესე არ ხდება საქართველოში როგორც წესი, იმიტომ რომ ჭირს სამსახურის შოვნა, მაგრამ როცა იციან რა შეგიძლია და რა დონეზე გასწავლეს, მე ეს ყველა სჭირდება ესეთი კადრი და თან მარტო მე არ ვიყავი ეს მთელი კურსი მაშინ და არა მარტო ჯგუფი, არამედ კურსი მაშინ დასაწყე. პროფესიული სასწავლებელი გამორჩეულია კიდე იმ კუთხით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, ესე ვთქვათ, მაღალი ხარისხის კადრების, რაც კარგი მაგალითია იმისთვის, რომ შემდეგი თაობებისთვისაც, რომ აირჩიონ ისეთი, ვთქვათ, თავისთავად სასწავლებელი, რომელიც ორიენტირებულია, როგორც ვთქვით, პრაქტიკული უნარების მიღებაზე, რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილების გამომუშავებას და მე რა თქმა უნდა წარმატებით დასაქმებას. დღეს არის უნივერსიტეტის ნაწილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი არის კოლეჯი და ეს კავშირი არის სასიცოცხლო აუცილებელი როგორც უმაღლესი სკოლისთვის, ასევე პროფესიული განათლებისთვის. და კარგი არის, რომ ეს მთელი სისტემა არის დამყარებული გამოცდილებაზე, სამუშაო გამოცდილებაზე და რეალურ პრაქტიკაზე. რთული მაგრამ საინტერესო 30 წლიანი გზა განლო საქართველოში პირველმა პროფესიულმა სატელევიზიო სკოლამ, რომელიც 2018 წლიდან აგრძელებს მუშაობას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სახელი. მისი დღევანდელი მაღალი სტატუსი, სახელმწიფოს მხარდაჭერა, კვალიფიციური პედაგოგები, უახლესი სასწავლო პროგრამები და ტექნიკურად სრულყოფილი სასწავლო გარემო იძლევა პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდის, მედია საშუალებებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადების და დასაქმების რეალურ შანსს. პროფესიული სტუდენტების შემოქმედებითი ინიციატივის მხარდაჭერის მეტსშესაძლებლობას, პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობის უზრუნველყოფას საერთაშორისო მედია პროექტებში და პროფესიულ სტუდენტებში პლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების და ღია საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის გარანტიას.